მოგესალმებით. დღეს ჩვენი ამოცანაა ერთად გავარკვიოთ, როგორ დავიბრუნოთ კონტროლი ჩვენს ყურადღებაზე ამ, მუდმივად გაფანტულ სამყაროში. ჩვენი მიზანია, რომ ამ გარჩევის ბოლოს თქვენ ზუსტად იცოდეთ, როგორ იმუშაოთ უფრო ღრმად, მიაღწიოთ ბევრად მეტს, ნაკლებ დროში და რაც ყველაზე მთავარია, შექმნათ ის, რასაც ნამდვილი ღირებულება აქვს. მზად ხართ? დავიწყოთ. აი, გეცნობათ ეს სიტუაცია, მუდმივი მეილები, ზარები, გაუთავებელი შეტყობინებები. დღის ბოლოს ხართ გადაღრილი, მაგრამ რომ მკითხო რა გააკეთე, კონკრეტულად არაფერი გახსენდება. თითქოს ერთ ადგილას ბორბალში დატრიალებთ, მაგრამ რეალურად წინ ვერ მიდიხართ. თუ ეს თქვენი რეალობაა, იცოდეთ, რომ მარტო ნამდვილად არ ხართ. ეს არის ზედაპირული სამუშაოს მახე, რომელშიც დღეს ბევრი ჩვენგანია გაბმული. და აი, ზუსტად ამიტომ დღეს ჩვენ კელ ნიუპორტის ძალიან საინტერესო კონცეფციას, ღრმა მუშაობას ჩავღრმავდებით. ეს არის მძლავრი ალტერნატივა, რომელიც გვპირდება არა უბრალოდ პროდუქტიულობის გაზრდას, არამედ იმ კმაყოფილების გრძნობის დაბრუნებას, რომელიც კარგად შესრულებულ საქმეს მოაქვს. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ხო? თანამედროვე ოფისი, ანუ სამუშაო გარემო, ცოტა აბსურდულ რამეს გთხოვს. ერთის მხრივ, უნდა ვიყოთ მუდმივად ხელმისაწვდომი, ვუპასუხოთ მეილებს წამებში, მეორეს მხრივ კი ჩვენგან ელიან რაღაც ინოვაციური იდეებს, სტრატეგიულ ხედვას და უმაღლესი ხარისხის შედეგებს. ეს ორი მოთხოვნა ხომ პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. აი, სწორედ ეს არის თანამედროვე სამუშაოს მთავარი პარადოქსი. ამის გასაგებად, ნიუპორტის სამუშაოს ორ ძალიან განსხვავებულ ტიპად ყოფს. მარცხნივ გვაქვს ღრმა მუშაობა, ეს არის ის მომენტი, როცა სრულად 100%-ით ხართ ჩართული რთულ ამოცანაში. მაგალითად, წერთ კოდს, ამზადებთ სტრატეგიულ გეგმას ან რთულ დიზაინს ქმნით. მეორე მხრივ კი მარჯვნივ არის ზედაპირული სამუშაო. ესეც აუცილებელია, მაგრამ გონებრივად ბევრად მარტივია. მეილების დახარისხება, შეხვედრების დანიშვნა, რაღაც ანგარიშების კოპირება. პრობლემაც ზუსტად ისაა, რომ როგორც წესი, ეს მეორე ტიპის სამუშაო პირველის დროს ენერგიას და რაც მთავარია, ფოკუსს გვართმევს. და აი, ნიუპორტის ოფიციალური განმარტებაც. განსაკუთრებით დააკვირდით ორ ფრაზას: ქმნის ახალ ღირებულებას და რთულია მისი გამეორება. მარტივად რომ თქვათ, ეს არის სამუშაო, რომელიც გხდით შეუცვლელს. ეს არის ის, რასაც ხელოვნური ინტელექტი ან სხვა თანამშრომელი ერთ-ერთში მარტივად ვერ გაიმეორებს. და სწორედ აქ ვეჯახებით მთავარ ირონიას, რომელზეც ნიუპორტი საუბრობს. ის უნარი, რომელზეც დღეს ყველაზე ძვირად ფასობს, ანუ ღრმად კონცენტრირების უნარი. სწორედ ის არის, რასაც ყოველდღიურად გვართმევს ეს ციფრული ხმაური. მაგრამ იცით რა არის ყველაზე საინტერესო? ამ პარადოქსში იმალება უდიდესი შესაძლებლობა. თუ თქვა შეძლებთ, რომ ეს უნარი განავითაროთ, თქვენი ღირებულება ბაზარზე რადიკალურად გაიზრდება. კარგი, ეს იდეა საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ რამე მეცნიერული საფუძველი თუ აქვს? რა თქმა უნდა, მოდით ვნახოთ, რას ამბობს კვლევები იმაზე, თუ რა ხდება სინამდვილეში ჩვენს ტვინში, როდესაც ვცდილობთ, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ. აი, გქონიათ ესეთი მომენტი, მუშაობთ რთულ პროექტზე, სრულად ხართ კონცენტრირებული და უცებ ერთი წამით ამოწმებთ მეილს. როდესაც პროექტს უბრუნდებით, თითქოს რაღაც შეიცვალა რა. თითქოს ისევ მუშაობთ, მაგრამ თქვენი გონების ნაწილი ჯერ კიდევ იმ მეილის შინაარსზე ფიქრობს. ამ ფენომენს მეცნიერები ყურადღების ნარჩენს უწოდებენ. ეს არის ერთგვარი მენტალური ნისლი, რომელიც თქვენს პროდუქტიულობას ჩუმად, მაგრამ ეფექტურად ანადგურებს. და ეს ნისლი უბრალოდ წამიერი შეგრძნებას სულაც არ არის. ეს რიცხვის შოკის მომგვრელია, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ ყურადღების გაფანტვის შემდეგ სრული ფოკუსის აღდგენას ჩვენს ტვინს საშუალოდ 23 წუთი სჭირდება. აი, უბრალოდ დაფიქრდით, დღის განმავლობაში რამდენ ასეთ 23 წუთიან მონაკვეთს ვკარგავთ მხოლოდ იმიტომ, რომ სწრაფად შევამოწმეთ რაღაც ტელეფონში და სწორედ ეს ხდის მეილის სწრაფ შემოწმებას ასეთ სახიფათო ილუზიად. თქვენ ფიქრობთ, რომ კარგავთ მხოლოდ 30 წამს. სინამდვილეში კი მომდევნო 23 წუთის განმავლობაში თქვენი გონება ფრაგმენტირებულია და სრული პოტენციალით ვეღარ მუშაობს. თქვენ კარგავთ არა უბრალოდ დროს, არამედ თქვენი გონების საუკეთესო ნაწილს, მის ფოკუსს. ეს ფორმულა, მეგობრებო, ყველაფერს ცვლის. უმეტესობა ჩვენგანი ცდილობს შედეგი გაზარდოს პირველი კომპონენტის, ანუ დახარჯული დროის ხარჯზე. ვრჩებით ოფისში გვიანობამდე, მუშაობთ შაბათ-კვირას, მაგრამ ნიუპორტი გვეუბნება, რომ ნამდვილი ძალა და ბერკეტი მეორე კომპონენტშია, ფოკუსის ინტენსივობაში. 2 საათის სრული 100%-იანი კონცენტრაციით მუშაობა შეიძლება ბევრად პროდუქტიული იყოს, ვიდრე 8 საათი გაფანტული და წყვეტილი მუშაობა. გასაგებია, თეორია ძლიერია, ყველაფერი კარგად ჟღერს, მაგრამ როგორ გადავიტანოთ ეს ყველაფერი პრაქტიკაში, როცა ჩვენი კალენდარი ისედაც გადატვირთულია. აბა მოდით ვნახოთ კონკრეტული სტრატეგიები და მოდელები. ნიუპორტი 4 ძირითად სტილს გვთავაზობს თქვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. მონასტრული,
წარმოიდგინეთ მწერალი, რომელიც ქოხში იკეტება, რომ წიგნი დაწეროს. ბიმოდალური, მაგალითად პროფესორი, რომელიც 3 დღეს ასწავლის და 2 დღეს სრულად კვლევისთვის იცლის. რითმული, პროგრამისტი, რომელიც ყოველ დილით 9-დან 11-მდე კოდს წერს. ეს მისთვის რკინის წესია. და ჟურნალისტური, დაკავებული მენეჯერი, რომელიც შეხვედრებს შორის მოულოდნელად გამოთავისუფლებულ 20 წუთიან დროსაც კი იყენებს ფოკუსირებული მუშაობისთვის. თუმცა მოდი ვიყოთ რეალურები, მონასტრული მიდგომა უმეტესობისთვის ფანტასტიკის სფეროა. მთავარია იპოვოთ ის რიტმი, რომელიც თქვენს გრაფიკს მოერგება. და უმეტესობისთვის ეს სწორედ რიტმული მიდგომაა. და იმის და მიუხედავად თუ რომელ სტილს აირჩევთ, არსებობს 4 უნივერსალური წესი, რომელიც ჩვევის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. მოდით თითოეული მათგანი ძალიან სწრაფად განვიხილოთ. პირველი წესი მარტივია. დაეყრდნობით ნებისყოფას. ის ძალიან მალე იწურება. ამის ნაცვლად შექმნით სისტემა, რიტუალი. მაგალითად, ყოველ დილით 9 საათზე მიდიხართ თქვენი სამუშაო მაგიდისკენ, ხურავთ კარს, იკეთებთ ყურსასმენებს, რთავთ ტელეფონს უხმო რეჟიმზე და ხსნით მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთ დოკუმენტს, რომელზეც მუშაობთ. ეს რიტუალი თქვენს ტვინს აძლევს სიგნალს. ყურადღება ახლა ღრმა მუშაობის დროა. ეს წესი ალბათ ყველაზე უცნაური და კონტრინტუიციურია. მიეჩვიეთ მოწყენილობას. რატომ? იმიტომ რომ თუ თქვენი ტვინი მიჩვეულია, რომ ყოველ თავისუფალ წამს სოციალურ ქსელში ან ახალ ამბებში ეძებს სტიმულს, როგორ ელით მისგან, რომ მერე საათობით ერთ ამოცანაზე იქნება კონცენტრირებული? სცადეთ პატარა ექსპერიმენტი. შემდეგ ჯერზე, როცა რიგში დადგებით ან საცობში მოხვდებით, შეეწინააღმდეგეთ ტელეფონის აღების ცდუნებას. უბრალოდ იფიქრეთ. ეს არის თქვენი ფოკუსის კუნთის ვარჯიში. და აი ყველაზე რადიკალური წესი. თავი დაანებეთ სოციალურ მედიას. 1 წუთით, მაგრამ ბევრი იტყვის. რა ვქნა, ჩემი სამსახური პირდაპირ ამაზეა დამოკიდებული. და ეს აბსოლუტურად სამართლიანი შენიშვნა. რა თქმა უნდა, ნიუპორტის მთავარი იდეა არასრული იზოლაცია, არამედ მიზანმიმართულობა. დავსვით თას კითხვა. ეს კონკრეტული პლატფორმა რეალურად მეხმარება ჩემი მთავარი პროფესიონალური მიზნების მიღწევაში. თუ უბრალოდ დროის კარგვა და ყურადღების გაფანტვა. გამოიყენეთ ის, როგორც პროფესიონალური ინსტრუმენტი და არა როგორც ციფრული საწოვარა. მეოთხე წესი გვასწავლის, რომ ვიყოთ დაუნდობლად ორგანიზებულები. აი შეხედეთ ამ კალენდარს. ყვითელი ბლოკებით აღნიშნულია deep work, ანუ ღრმა მუშაობის დრო, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ნაცრისფერ ბლოკებსაც, email, meetings, ზედაპირული საქმეებიც კი დაგეგმილია. ანუ იდეა ისეა, რომ მეილებს უპასუხოთ დღეში 2 ჯერ, შენთვის გამოყოფილ დროს და არა 50 ჯერ, როგორც კი შემოვა. ასე შენ აკონტროლებ შენს დღეს და არა პირიქით. შემოსული მეილები აკონტროლებენ შენს დროს. თუმცა, აქ უნდა გავჩერდეთ და რეალობას კარგად შევხედოთ. ეს ყველაფერი თეორიულად ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ არის თუ არა ეს მიდგომა ყველასთვის ხელმისაწვდომი. ბევრი კრიტიკოსი ამბობს და სიმართლე გითხრათ, მიც ვეთანხმები, რომ ღრმა მუშაობა შეიძლება ერთგვარი პრივილეგია იყოს. ეს ციტატა მთავარ პრობლემას ეხება. ის, რასაც ნიუპორტი ზედაპირულ სამუშაოს უწოდებს, მეილებზე პასუხი, კოლეგებთან კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება, ხშირად არის ის უხილავი წებო, რომელიც გუნდს ერთად კრავს და კომპანიას ამუშავებს. ეს არ არის უსარგებლო სამუშაო, ეს არის კოლაბორაციული სამუშაო. და კითხვაც ისმის, ხომ არ არის ღრმა მუშაობა მხოლოდ იმ ადამიანების პრივილეგია, ვისაც ყავს ასისტენტი ან გუნდი, რომელიც ამ ზედაპირულ საქმეებს აგვარებს. ეს კრიტიკა აბსოლუტურად სამართლიანია და ამაზე თავად ნიუპორტიც საუბრობს. ამიტომ მთავარი იდეა სწორად უნდა გავიგოთ. როგორც აქ ვხედავთ, მიზანი არ არის მეილების, შეხვედრების და ადმინისტრაციული ამოცანების სრულად გაქრობა. ეს ხომ შეუძლებელია. მიზანია ამ საქმეების მოთვინიერება, მათი შემცირება და დაჯგუფება, რათა ღრმა მუშაობისთვის ადგილი გამოთავისუფლდეს. ანუ საუბარია კონტროლზე და არა ელიმინაციაზე. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება. ღრმა მუშაობა სპრინტი არ არის. ეს მარათონია. და ის გონებრივად ძალიან დამღლელია. კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანის ტვინს დღეში მაქსიმუმ 4 საათი შეუძლია ამ რეჟიმში ეფექტურად მუშაობა. ასე რომ, თუ თქვენს კალენდარში 8 საათიან ღრმა მუშაობის ბლოკს ჩასვამთ, ეს თავიდანვე განწირულია. დაიწყეთ 95-ით. თავარია ხარისხი და არა რაოდენობა. საბოლოო ჯამში ღრმა მუშაობა არ არის რაღაც მკაცრი წესების კრებული, ეს უფრო კომპასია. ის გიჩვენებთ სწორ მიმართულებას. თქვენი ამოცანაა ეს პრინციპები აიღოთ და მოარგოთ თქვენს უნიკალურ სიტუაციას, თქვენს პროფესიასა და მიზნებს. იპოვეთ თქვენი საკუთარი პერსონალური ბალანსი ფოკუსსა და კოლაბორაციას შორის. უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. და ბოლოს, გიტოვებთ კონკრეტულ გამოწვევას.
დაფიქრდით და დაასახელეთ ერთი ზედაპირული ამოცანა, რომელსაც ამ კვირაში ერთ ბლოკად მოუყრით თავს, რომ გამოათავისუფლოთ თუნდაც 30 წუთი ღრმა მუშაობისთვის. იქნება ეს ყველა მეილზე პასუხის ერთად გაცემა თუ კვირის ხარჯების ერთიანად შეყვანა. დაგვიწერეთ თქვენი გეგმა კომენტარებში. ძალიან გვაინტერესებს თქვენი იდეები. გმადლობთ, რომ ჩვენთან იყავით.